ზე იქნებოდა რთული დასალაგებელი დასატანი ამის მოთმენა და მოლოდინი. მეორე, რატომ არა კერძო ტელევიზიები ამაზე შემიძლიათ მოგახსენოთ, რომ მე ძალიან ვცდილობდი და ვცდილობ დღესაც, რომ ის ბალანსი, ის მედია სივრცე რაც არსებობს დღეს, ჩემი თქვა, ჭარბი რესურსებით არ მოვახერხო და არ დავაზიანო. რა თქმა უნდა, მე მქონდა საშუალება, ალბათ მოლაპარაკებოდი სხვადასხვა კერძო ტელევიზიებს, შესაბამისად მათი დღევანდელი ფუნქცია და ის ბალანსი რაც არსებობს მედია სივრცეში დაირღვეოდა და ამაზე გაჩნდებოდა ძალიან ბევრი კითხვები, ამასაც მოვერიდი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად შეუძლია გადათარგმნოს ის, რომ შემიძლია მომელაპარაკებია, თქვა, კერძო ტელევიზიებთან და პროექტიც დამენერგა, ეს კიდევ სხვა კითხვებს გამოიწვევდა და აი ამ ყველაფერი ამისთვის ძალიან ფაქიზად ვექცევი მედია სივრცეს. თუნდაც ცალკე ტელეკომპანიებთან აგედგინა თუნდაც მეცხრე. კი ბატონო. და ჩვენს ოპონენტებს შევახსენებ, აი დღევანდელი ჩემი პოზიცია, სწორედ რომ როგორ ფაქიზად ვცდილობ, რომ მოვექცე მედია სივრცეს, რომ არ დავარღვე ის ბალანსი, ზოგჯერ გაქვს განცდა, რომ უკეთესობისკენ, მაგრამ ამ დროს შეიძლება ისე დააზიანო, რომ უარესიც მიიღო და ამ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე არ მინდა რომ ავიღო, რომ აჯობია არ შევეხო იმას, რაც არსებობს და დამატებით რაღაც გავაკეთო. და ის კითხვები, რაც ძალიან ხშირად ჩანს და ისმის ჩემს მიმართ, რომ ნებისმიერი კრიტიკა მედია ჟურნალისტის ან ნებისმიერი მედია საშუალების მიმართ ტოტალური კრიტიკას იწვევს საზოგადოების გარკვეული ნაწილის, რომ ივანიშვილი ცდილობს თქვა თავისუფალი მედია დაჩაგროს, დააგნიოს, დაანგრინოს ეს ზეწოლის კატეგორიას და ზეწოლას ახერხებს, თქვა ან ექსპერტზე ვიტყვი რაღაცას და აი როგორ გაბედა ზეწოლას ახერხებს ექსპერტებზე, ანუ NGO-ს წარმომადგენელს შევეხები და როგორ გაბედა და ხალხო კარგად გაიხსენეთ, სად ვიყავით. და მე გარკვეული როლი მაქვს და გარკვეული ფუნქცია მაქვს იმაში, რომ სად ვარ დღეს და აბსოლუტურად განსხვავებული რეალობა მივიღეთ. ამიტომ ძალიან გთხოვდით, რომ ესეთ კრიტიკას დავიდანებეთ ამ მედიასაც, რასაც დღეს მე ვსაუბრობ მედიაზე და აბსოლუტურად გულწრფელად, როგორ ფაქიზად ვექცევოდი, რომ არ დამეზიანებია და არ გამშტარიყო კითხვები, უკვე არგუმენტირებულია, რომ აი იქ მივიდა, იმედზე მივიდა, ესე იგი იმეც ყიდულობს. მაესტროზე მივიდა, ესე იგი მაესტრო ჯიბეში ჩაიდო. ან რაღაც ამის მსგავსი, აი ამებს ყველაფერს ავერიდე და საკმაოდ გავანაწყენე, კეთი აი ვასრულებ, საკმაოდ გავანაწყენე აქაური ჯგუფი, რომლებსაც არ ჭირდებოდათ პოლიტიკური გადაცემები GDS-ის და მაგრამ სხვა გამოსავალი ვერ ვნახე იმისათვის, რომ არ გამშტარიყო დამატებითი კითხვები არ გაჩენილიყო საზოგადოებაში, რომ რაღაც მედია სივრცეს არ